EPP-ს ხარიან უმეტესად თქვა ევროპარლამენტარების საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ინფორმირებული და ხშირად საერთოდ ძალიან დაბალი გავლენის მქონე ადამიანები, იმიტომ რომ არანაირი ასე უფლება მოსლება არ გააჩნიათ, მათ ღმერთმა იცის როგორ ირჩევენ ხოლმე, ზოგჯერ ბევრად უფრო დაბალი ლეგიტიმაცია აქვთ ვიდრე ნაციონალური პარლამენტის წევრებს და უმეტესად რას ვაკვირდები, ზოგადად ძალიან ცუდად ინფორმირებულები არიან, არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკაზე, არამედ ჩვენ კონკრეტულ ქვეყანაზე და აი გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის რა უცნაურ რეზოლუციებს იღებდნენ და რა უცნაურ ჩანაწერებს აკეთებდნენ თუნდაც ხო სანქციების რეჟიმიდან დარღვეული ყოფილიყო და ამაზე რომ მტკიცებულება ყოფილიყო მე მგონი უფრო სერიოზული ხალხი გააკეთებდა განცხადებას რომელიღაც მთავრობას რო გაეკეთებინა გერმანიის მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროს ან თავის საფრანგეთის სიტყვადი რო სპეცსამსახურების ინფორმაცია რა მტკიცებულება გამოჩნდა და უფრო სერიოზული იქნებოდა ეს ყველაფერი მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მიუხედავად იმის რომ ბევრჯერ იყო ასეთი განცხადება გაკეთებული მტკიცებულები არაფერი არ გამოჩენილა ჩემი კოლეგების პრობლემაა ოპოზიციაში რომ ან ტყუილზე ან სასურველ რაღაცა ის გაუგება პოზიციაზე აშენებენ თავის პოზიციებს და მე ამით უპრინციპებენ ქართულ ოცნებას. არ ჯობია მართლა რაც იცი და მტკიცებულება აქვს ის გამოიყენო თუ გაქვს იმისასაც რომ ისეთი რაღაც გაავრცელო ისეთი რაღაც ინფორმაცია მიაწოდო შენ კოლეგებს ევროპაში რომ მე ესეთი რეზოლუცია გამოვიდეს რომელსაც ქართული ოცნება მე გააქაცლებს. ეს პირველი შემთხვევა არის ასეთი რამდენი ასეთი თქვა სრულ ინფორმაციაზე აწყობილი პოზიცია გვინახავს ჩემი კოლეგებისგან რომელიც მე მათ თვითონ აზიანებდა. ამიტომაც რა ჩვენ ვგონიათ რომ მოსყიდულები არიან ეს ხალხი, იმიტომ რომ უბრალოდ ზოგჯერ უცნაურიც არის რომ ოპოზიციაში ასე იქცევიან. თუ გაიხსენეთ უამრავი რეზოლუცია იყო მაგას ევროპარლამენტში, რომელიც არანაირი გავლენა არ იქონია არაფერზე, არც ევროკომისიაზე, არც რომელიმე ნაციონალური მთავრობის გაწყვეტილებაზე, მაგრამ აქ იყო ინფორმაციულ საბაბად გამოყენებული. და რა ვიცი, ერთკვირიანი ისტერიკა იყო ატეხული ხომ რაღაც ხდება, აგ რეზოლუცია მიიღეს, რეზოლუცია მზადდება, რეზოლუცია იწერება, რეზოლუცია მიიღეს და მე არაფერი არ მოხდარა. და ზოგადად ასე აწყობილი სამწუხაროდ ოპოზიციურ ფლანგზე ინფორმაციული ველი რომ ერთკვირიანი ისტერიკებით უპირისპირდებიან ქართულ ოცნებას. ისევ და ისევ აი წამოდეთ ჩვენ ქვეყანაში უამრავი პრობლემა გვაქვს. განათლების რეფორმა იწყება, იქ რა საარჩევნო კოდექსის რეფორმა იწყება და ყველა თემაზე ერთკვირიანი ყვირილის მითით არაფერი არ ხდება. სოციალური პრობლემები თუ უამრავი რა თქმა უნდა. და იმის ასად რომ მართლა სერიოზულად რამეზე ვილაპარაკოთ, რაღაც გავარჩიოთ, ამორჩეულს გავაგებინოთ, განსხვავებული აზრი იწყება რაღაც ასეთი მეორე ხარისხოვანი ინფორმაციაზე აწყობილი რაღაც პოზიცია, რომელსაც არაფერი გავლენა არ ექნება. სამყარო დამიჯერეთ აი მაყურებელი გავა ერთკვირა და ყველას დავისყდება ეს რეზოლუცია.